დილამშვიდობის საქართველოს მოგესალმებით. კომპანია Oriflame-ის ოქროს კონფერენცია ოცნებების ლაინერი და გეზი წარმატებისკენ. კრუიზის მარშრუტზე და გზაზე, რომელსაც თავაზობს კომპანია Oriflame მათვისაც სურს გამოიმუშაოს თანხა და მოახდინოს მისი ოცნებებისა და ამბიციების რეალიზება. ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მივესალმებით კომპანია Oriflame Georgia's დირექტორს ლევან ბოკუჩავას და კომპანია Oriflame-ის ბიზნეს პარტნიორებს Marina Liklikaძეს და დიანა ალიაშვილს. დილამშვიდობის, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. უშუალოდ დავიწყოთ იმ კრუიზზე საუბარი, რომლის ფარგლებში დღეს შევიკრიბეთ, თუმცა ოქროს კონფერენცია აერთიანებდა კონსულტანტებს მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნებიდან. უშუალოდ რას მოიცავდა ეს კონფერენცია და ძალიან მოკლედ მის პროგრამაზე. აღნიშნული კონფერენცია ტარდება ყოველ წელიწადს, ან აგვისტოში, ან სექტემბერში, ამჯერად ეს იყო სექტემბერში და იყო ერთგვარი კულმინაცია იმ ერთი წლის სამუშაოსი, შეჯამება, რომელიც ესე პომპეზურად სრულდება შემდეგ უკვე სხვადასხვა საინტერესო ადგილებში. წელს შევარჩიეთ. დიდი იყო ეს ლაინერი, ხო, სადაც შეიკრიბნენ Oriflame. ეს იყო უზარმაზარი, მცურავი ქალაქი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ბოლო სართული ლიფტით მახსოვს მე-14 იყო, გემბანზე ასასვლელი, ან წარმოუდგენლად დიდი რაღაცა იყო. თავისი შოპინგ ალიათ და საინტერესო ბრენდებით და ასე შემდეგ. და ყველაფერი ის გასართობის საშუალება, რაც არსებობს ხმელეთზე, ეს იყო ყველაფერი მოთავსებული გემზე. 60 ქვეყანაში შესული Oriflame და ალბათ წარმომადგენელი იყო ზუსტად ამდენივე ქვეყნიდან. ამდენივე წარმომადგენელი იყო, ვერ დავეტიეთ უბრალოდ ერთ გემზე, რადგანაც მეორე პარტიამ ჩვენ შემდეგ იმოგზაურა ამ ქვეყნებში, ჩვენთან ერთად იყო DST სივრცის კონსულტანტები, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი და ჩვენ შემდეგ უკვე ევროპის ნაწილი და აფრიკის ქვეყნებმა გააგრძელეს. საქართველოს წარადგენას სწორად ჩვენი სტუმრები და ალბათ როგორც დირექტორს თქვენ უნდა გითხოთ, რა პრინციპით შეირჩნენ ეს ადამიანები. იყვნენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები, რადგანაც მათ ყოველი წლის დასაწყისში აქვთ გარკვეული გეგმა კვალიფიკაციის პერიოდის განმავლობაში, რომელიც მათ უნდა შეასრულონ. ჩვენი ქალბატონები აქ დამსწრეები არიან ზუსტად ერთ-ერთი წარმომადგენლები იმ ჯგუფისა, რომლებმაც ამას წარმატებით გაართვეს თავი და მე ვფიქრობ, მათ ჩემზე კარგად მოხდა ემოციების შესახებ. რა თქმა უნდა, 3 ქვეყანა მოიარეთ, 6 ქალაქი, ხო? ანუ რო გითხრათ ამ კრუიზის მარშრუტსაც. პირველ რიგში მინდა მივესალმოთ ჩვენს ტელემაყურებელს, დილამშვიდობისა სრულიად საქართველოს. ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი იყო ესეთი კონფერენცია, მართლა მოსიარულო ქალაქს გავდა ეს გემი, ლაინერი. ესე იგი, დერეფანში, სადაც მარტო კაიუტები იყო, ერთხელ დავნიშნე სპეციალურად დრო და ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში სწრაფი ნაბიჯით 5 წუთი დამჭირდა. ეს მარტო კაიუტების გააყოფილება, ხო, უზარმაზარი ქუჩა. და ნუ ის 3 არაჩვეულებრივი ქვეყანა, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია. 6 ქალაქი ქონდა ჩაწერილი, თუმცა ჩვენ მეტი მოვასწარით ელექტრიჩკების მეშვეობით. ეს იყო დაუვიწყარი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელიწადს დავდივართ და ყოველ წელიწადს ვიზახით, რომ აი ეს კონფერენცია იყო ყველაზე შთამბეჭდავი. ყოველი მომდევნო უფრო და უფრო შთამბეჭდავია. რაც ყოველთვის გარდა იმისა, რომ მიდიხარ ერთობი ისვენებ ინფორმაციულიც არის ეს ყველაფერი. ახალს რას გაცნობენ, თქვათ ახალ პროდუქციაზე, რაც მომავალ წელს უნდა შემოიტანოს ბაზარზე Oriflame-მა. დიახ, Oriflame-ის კონფერენციები იმითი არის ყველაზე მეტად ღირსშესანიშნავი, რომ აქ იმართება ბიზნეს კონფერენციები. ბიზნეს კონფერენციაზე ჩვენ მოგვეწოდება ინფორმაცია ახალი ბიზნეს შესაძლებლობების, ახალი ბიზნეს ინიციატივების შესახებ, რაც ძალიან მიმზიდველი არის ჩვენთვის, კონსულტანტებისთვის, პარტნიორებისთვის კომპანია Oriflame-ის და მინდა გითხრათ, რომ ის ინიციატივები, რომელიც არის წელს და ის პროგრამები, ეს არის ბონუს პროგრამები, რეკრუტირების ბონუსები, მენეჯერთა ოქროს კონფერენცია ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში და კიდევ მრავალი დამატებითი ახალი პროდუქტები, ინოვაციური, ეს არის უკვე ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია როგორც ჩვენთვის გამოვიყოთ, ასევე შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებას და ყველა ვიყოთ კიდევ უფრო ლამაზები და გქონდეს კიდევ უფრო მეტი დამატებითი შემოსევები. მე მიხარია რომ დღეს წარგადგენთ უკვე ისე როგორც Oriflame-ის ბიზნეს პარტნიორებს, მაგრამ მოდით მოგვიყვებით იმ გზაზე, რომელიც გაიარა ჩვეულებრივ კონსულტანტობიდან ბიზნეს პარტნიორობამდე, იმისთვის რომ იყოს თუნდაც ჩვენი მაყურებლის გარკვეული სტიმული.
ისიც ეს ისტორიები მეტნაკლებად ერთმანეთს გავს, ნებისმიერი წარმატებული ლიდერის ისტორია, იმიტომ რომ ვიწყებთ როგორც წესი, იმისათვის რომ პროდუქტი შევიძინოთ, შეიძლება შეღავათიან ფასად ხარისხიანი პროდუქტი, ისეთი რომ შედეგიანიც იყოს. ზოგის ისტორია იმით იწყება, რომ უბრალოდ თავისუფალი დრო აქვს და უნდა რომ რაღაცით დამატებითად დაკავდეს, ზოგი უბრალოდ უმტკიცებს საკუთარ თავს და გარშემოყოფებს რომ შეუძლია რაღაც. არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი საინტერესო, ყველაზე საინტერესო, აი წარმატების ისტორია იწყება განა მაშინ, როცა ხელშეკრულება იდება კომპანიასთან. მე ვფიქრობ იმ მომენტიდან, როცა საკუთარ თავთან იდება ხელშეკრულება, შეთანხმება, რომ შენ იწყებ და ინტერესები ყველაზე აზერტიც არის ხო რას გარკვეულებით. კი, ნამდვილად გარდა იმისა, რომ არის აზერტი და არის საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს არის დამატებით შემოსავლის წყარო. თუმცა არის ძალიან ბევრი შემთხვევა და ახლა ამ ბოლო დროს გახშირდა, როდესაც ადამიანები წარმატებული სხვა სამსახურში ტოვებენ იმ ძირითად სამსახურებს და გადმოდიან აქ, იმიტომ რომ აქ მეტი დაფასება და მეტი შემოსავალი. ჩვენერი, ახალი პროდუქციაც არის ჩვენთან წარმოდგენილი. რამდენად ხშირად დაანახლებს Oriflame და რამდენად ხშირად თავაზობს სიახლეებს თავის მომხმარებლებს? ყოველწლიურად ჩვენ რამდენიმე ათეული ახალი გაშვება არის, ახალი ხაზია წარმოდგენილი. წლის განმავლობაში არის 17 კატალოგი, შესაბამისად გვაქვს იმის საშუალება, რომ მუდმივად ვიყოთ ინოვაციური და ვცვალოთ ძალიან ხშირად სამკვირაში ერთხელ. წელს ვიცი, რომ წარმოდგენილი იყო დაახლოებით 112-115 ახალი პროდუქტი, რამდენიმე მათგანი არის ახლა წარმოდგენილი თქვენს წინაშე ალბათ ხედავთ. სუნამოების სახით არის, ხო, ძირითადად ჩვენთან წარმოდგენილი. არა, ყველა სახით აბსოლუტურად ეს შეიძლება იყოს ახის სკანის მოვლის საშუალებები, სუნამოები, ამ შემთხვევაში არის სუნამოები წარმოდგენილი. და ერთ-ერთი ბოლო არის ფოზესი. რომელია ბოლო სუნამო? შეგვიძლია ეს შეგიძლიათ სურნელი. დევიდ ბეკჰემი. მე მიხარია რა ხდება ის, რაც ხდება ძალიან ბევრ ჩემს ნაცნობში, ანუ ჩვეულებრივად ხშირად იქვეს თავაზობენ და საკმაოდ წარმატებულად, რადგან პირადად ჩემთვის არის ძალიან მისაღები ბრენდი და საკმაოდ ხარისხიანი აქვე შეგვიძლია თქვა, ანუ ეს და ეს ყველა თავარია, ანუ მარტივი არის, არც თან მიდიხარ, მოდიან შენთან ირჩევ კატალოგიდან პროდუქტს და მეორე დღესვე მე გავუგეთ ესეთ მალე მიიღო პროდუქცია, ცოტა არ არის. ძალიან სწრაფად მეორე დღეს ხდება ეს და პლუს ონლაინ ვართ ფაქტიურად უკვე 100%-ით ყველაფერი არის გამარტივებული იმისათვის, რომ დათვალიერება თელი ოჯახისთვის ასე ვთქვათ, ხო? აქ არის ქალბატონიც, ბავშვიც, მამაკაციც, მაგრამ უფრო ალბათ ქალბატონებზე აქცენტი. ბავშვებს ერთად რას თავაზობთ? საბავშვო. ნამდვილად ჩვენი საქმიანობა გამოირჩევა იმით, რომ არის აი ეს შესაძლებლობაც, ეს არის არაჩვეულებრივი საოჯახო ბიზნესი და მე მინდა მიმართო ჩვენს მამაკაცებს იმიტომ მინდა რომ საფუძვლიანად შეისწავლონ ჩვენი მარკეტინგ გეგმა და ამოუდგნენ თავიანთ მეუღლეებს, მეორე ნახევრებს გვერდში და ერთად დაიწყონ წარმატებისკენ სვლა, იმიტომ რომ აქ ნამდვილად რეალურია კარიერული ზრდა. შეასრულონ ის დავალებები, რომელზეც ბატონი ლევანი საუბრობდა, წარმატების გეგმა, როგორც სწორედ მახსოვს, შეასრულონ იმისთვის, რომ შემდეგ წამახალისებელ, შემდეგ კონფერენციაზე მოხვდნენ, რომელიც როგორც ვიცი უკვე დაგეგმილია ვალენსიაში 2015 წელს. მომავალი წელი იქნება ოქროს კონფერენცია ვალენსიაში. როგორც უკვე დიანამ აღნიშნა, მე არ ვიცი რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, რაც ჩვენ ვიხილეთ წელს ლაინერზე, მაგრამ მართლა ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყოველი შემდგომი კონფერენცია არის წინამორბედზე კიდევ უკეთესი და ველოდებით რაღაც გასაოცარ წარმოდგენა შოუს. ადგილი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ იქნება ძალიან საინტერესო კონფერენცია და უკვე აღარ ვიცი იმის იქით რა შეიძლება იყოს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს მოგზაურობა გაგრძელდება. და ალბათ არ შეიძლება გვერდი ავაროთ ქოლმოქმედებას, აი თქვენ გიკეთეთ სამაჯური ეხებათ რა უკვე. მოგიწოდებთ ყველას, რომ აუცილებლად შეიძინოთ, იმიტომ რომ თანხა მოხმარდება მიუსაფარ ბავშვთა სწავლა განათლების საკითხს. ჩვენ ყველა კატალოგში არის რომელიმე გვერდი რომელიც არის მონიშნული აი ესეთი საინტერესო ემბლემით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ლამაზები და ამასთან ერთად ქველმოქმედი. ქველმოქმედებაში ჩაერთვებით ახალი ნომრიდანაც ეს ჯერ არ გამოსულა, პირველი მე ვარ, ხო, ვისაც აქვს და ვინცაც უყურებთ. საახალწლო ნომერი არის Oriflame-ის, რომელსაც უნდა დაელოდოთ და ალბათ იქნება საახალწლო შეთავაზებებიც, გარკვეული ფასდაკლებები. ძალიან ბევრი შეთავაზებები, დაწყებული საახალწლო მაგიდიდან, დამთავრებული აქსესუარებით, რომელიც თითოეული ჩვენი ოჯახის და საჩუქრებით ალბათ ოჯახის ყველა წევრისთვის.
გარდა იმისა, რომ კომპანია ესეთ შესანიშნავ პროდუქტებს თავაზობს, მე თვითონაც 17 წლის წინ ვარ ბედნიერი იმით, რომ ჩემი და ჩემი ოჯახი სილამაზე მივანდა კომპანია Oriflames და უამრავი ჩემსერგული მყოფი ადამიანი. მინდა გითხრათ, რომ ის ბიზნეს შემოთავაზებები, რომელიც აქვს კომპანია Oriflames, არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ამისაც საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ კომპანიისთვის გარკვეული გაყიდვების უზრუნველყოფა და იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად. მე მოვუწოდებ ყველას, ეს არაჩვეულებრივი არის. მე და დიანა უკვე და ჩვენი ბიზნეს პარტნიორები უკვე წლებია მოგზაურობთ კომპანიასთან ერთად, შვილებთან ერთად, ნამდვილად, როდესაც ვიხსენებდი სად ვიყავით. ეს იყო ორჯერ იტალია, რომი, რიმინი, სანრემო, ვენეცია, ბარსელონა, შემიძლია გითხრათ, ამის გარეშე ვერ წავალ აქედან, რადგან კომპანია გარდა ზაფხულში, ასევე იანვარშიც აწყობს ბრილიანტის კონფერენციებს, ის ზრუნავს თავის პარტნიორებზე, იმიტომ რომ ზამთარში უშვებს ზაფხულში დასასვენებლად. ეხლა იქნება იანვარში სინგაპური და ყველასთვის ცნობილი მარინა ბეი სანდის ავტოგრა, რომელიც ესეთ სამი უზარმაზარი შენობაზე 23 საფუძველზე სკაიბარი და ესეთ წამახალისებელი აშკარად აისახება შრომის ურნებიან. გისურვებთ რა თქმა უნდა წარმატებებს, გაგემშვიდობთ საუკეთესო სურვილებით და მადლობა რომ იყავით და ჩვენ გაცემის სტუმრები. რეკლამის და რეკლამის შემდეგ ის გაცემა დაბრუნდება პირდაპირ ეთერში დაგვალოთ.